საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს, მე ვარ თეონა გეგელია. დღეს ვილაპარაკებთ ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი და მისტიკური მოვლენის შესახებ, როგორიც არის ძვირფასი ქვები და მითები, მათი ავი თუ კეთილი გავლენის შესახებ. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს, აზიარებს ჩვენს ვიდეოებს, თქვენი აქტიურობა, ეს არის ის, რაც ამ არხს აცოცხლებს. ამიტომ გამოგვიწერეთ, მოგწერეთ კომენტარები, გააზიარეთ ჩვენი ვიდეოები, ამით ძალიან დაგვეხმარებით. ხოლო ვისაც უფრო მეტად სურს დახმარება, მათთვის ყველა მონაცემი არის ამ ვიდეოს აღწერაში. ადამიანების სიყვარული სამკაულების და ძვირფასი ქვების მიმართ საყოველთაოდ ცნობილია და მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე არასდროს მიყვარდა არათუ ძვირფასი სამკაული, არამედ საათსაც კი ვერ ვიკეთებ დიდხანს, ყოველთვის ვაფასებდი და ცოტა მშურდა კიდეც ქალების თუ გოგოების, რომლებსაც სამკაულების გამოყენების და მოხდენის ნიჭი ჰქონდათ. ეს რაც შეეხება სილამაზის ნაწილს. მაგრამ ვნება ძვირფასეულობის მიმართ მხოლოდ მათ მოხდენაში არ გამოიხატება. ხშირად ეს არის ხოლმე გადაულახავი მისწრაფება მათი შეგროვების, დაგროვებისკენ. ფსიქოლოგებს სავარაუდოდ ამის უამრავი ახსნა ექნებათ, რომ ესაა სიყვარული ფუფუნების მიმართ, ესთეტიკური სიამოვნების მიღების ძლიერი სურვილი ან სტატუსის ხაზგასმა. ფსიქიატრები კი ძვირფასეულობის შეგროვების გადაულახავ ნებას სულაც განიხილავენ როგორც ფეტიშიზმის ფორმას. ისტორიაში ბევრი ცნობილი ქალია განთქმული ამ ვნებით და კაციც. თანამედროვეებისთვის კარგად არის ცნობილი ელიზაბეთ ტეილორის ეს სიყვარული ბრილიანტების და ზურმუხტების მიმართ. ესპანეთის მეფის ალფონსო მე-13-ის ცოლის ვიქტორია ევგენიას ეს სწრაფვა და ბევრი ასეთი ქალის კოლექციაა ცნობილ აუქციონებზე დღემდე რომ რეკორდებს ხსნის. ელიზაბეთ ტეილორთან დაკავშირებით კი სულ ერთი ამბავი მახსენდება. ანუ ადრე მხოლოდ ფილმები მახსენდებოდა. ეხლა კი ამ ერთ ეპიზოდს ვერ ვივიწყებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ამ სისუსტის ამბავი ცხადია ვიცოდი. რამდენიმე წლის წინ მაიკლ ჯექსონის შესახებ რაღაც დოკუმენტური ფილმი შემხვდა ინტერნეტში. მათი ურთიერთობის ისტორიაც ყველა მიცის და მეც ასე ვიცოდი, რომ ის იყო ჯექსონის კერპი, რომ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და მას აკოფივის სხვაობის მიხედვით ძალიან მეგობრობდნენ. მოკლედ დავიწყე ამ ფილმის ყურება, რომელიც იყო პროჯექსონური და რესპონდენტები ყვებიან, რამდენი პრობლემა ჰქონდა მაიკლს, მათ შორის ჯანმრთელობის, ტრაუმები თავის, ხერხემლის, როგორ ტერორში ჰყავდათ თაღლით პროდიუსერებს, რომლებიც შეეძლო მას თუ არა ამ ჯანმრთელობით ისეთ კონტრაქტებს უფორმებდნენ კონცერტებზე, რომ არანორმალური ფიზიკური ძალისხმევა სჭირდებოდა მათ ჩასატარებლად და ხშირად ვერც ახერხებდა ხოლმე და უამრავი ვალი უკროვდებოდა. მოკლედ ვუყურებ უბედურებას ამ ფილმის სახით და ერთ-ერთ ასეთ კონცერტზე, რომელიც ვალა დაწვა, რეკლამისთვის სჭირდებოდა დიდი ვარსკვლავების მიწვევა და დაურეკავს თავისი ელიზაბეტისთვის. ამას ყვება თვითმხილველი. და იქიდან ქალი ეუბნება, ისეთი თბილი ტკბილი ინტონაციით, რომ როგორ არ მოვალ, მაგრამ ერთ კარგ ბრილიანტს თუ მაჩუქებ, გამიხარდება. ანუ კონცერტზე დასწრების სანაცვლოდ სთხოვდა ბრილიანტის სამკაულს. ისე მისვლას არაპირებდა. ასე ჩამომენგრა ჩემი ყრმობის დროინდელი მითი, მათ მეგობრობასა და სიყვარულს. მაგრამ დღევანდელ ეპიზოდში გიამბობთ ისეთ ქვებზე, რომლებთან შედარებითაც ელიზაბეთ ტეილორის სამკაულები მოსატანი არ არის და ესაა წეული ბრილიანტი. ხოლო მათი ისტორიები იმდენად საოცარი და ავის მომასწავებელია, რომ ვიღაც მისტიკოსის დაწერილს და მოგონილს გავს, არადა სიმართლეა და ეს არის ყველაზე უცნაური. ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, როდესაც დემონების მბრძანებელ ბალუს მეხი დაეცა, რომელიც მას მეფე ინდრამ ესროლა, ის დაიშალა და მისი ნაწილები ალმასებად გადაიქცა. თქმულების მიხედვით თითოეულ ამ ფრაგმენტს აქვს განსაკუთრებული ძალა. ერთი მხრივ ღვთიური და მეორე მხრივ დემონური. ის თუ რომელს გამოავლენს ქვა, დამოკიდებულია მისი მფლობელის ქცევაზე. თუ კი მას კეთილი მიზნები ამოძრავებს, მაშინ ქვა გამოავლენს თავისი მაგიის კარგ მხარეებს. ხოლო თუ კი მეპატრონე პირიქით ანგარებიანი და ხარბია, ალმასის ძალა მის შეიძლება დაღუპოს. არსებობს ერთი ულამაზესი ცისფერი ალმასის ქვა, რომელსაც მისი ერთ-ერთი მეპატრონის სახელი ჰქვია, ეს იყო ბანკირი ტომას ჰენრი ჰოუპი. ინგლისური hope ნიშნავს იმედს და მართლაც თომას ჰოუპმა ბრილიანტი წინა მეპატრონისგან თითქმის უფასოდ მიიღო.
მას შეეძლო ჰქონოდა ეს ლამაზი ქვა და თუკი მას გაყიდდა, მთელი ცხოვრება დალხენილი იქნებოდა. მაგრამ მალევე თქვამ თავისი ხასიათი გამოავლინა. ჰოუფი გარდაიცვალა, ჭორი დადიოდა, რომ არაკეთილის მსურველებმა მოწამლეს, მთავარი მარჩენალის სიკვდილის შემდეგ კი მთელი ოჯახი გაკოტრდა. ამ ალმასის ავბედითი ისტორია იმაზე ბევრად ადრე დაიწყო, ვიდრე ის ჰოუფი, ანუ იმედი გახდებოდა. ფრანგმა მოგზაურმა ვაჭარმა და ოქრომჭედელმა ჟან ბატის ტავერნიემ ქვა პირდაპირ ინდოეთიდან საჩუქრად ჩაუტანა საფრანგეთის მეფე ლუი მე-14-ს შორეულ მე-18 საუკუნეში. ერთ-ერთი ვერსიით თავდაპირველად ქვა ამშვენებდა რამას ცორის სიტას გამოსახულებას. რამა ეს არის ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარი, ანუ გასახიერება. ცოლქმრის შესახებ მოთხრობილია ეპოსში რამაიანა. მაგრამ ქვა უწესო ადამიანებმა მოიპარეს და გადასცეს ტავერნიეს, რომელმაც ეს ღვთიური რისხვა ევროპაში ჩაიტანა და ამ ლოგიკით ინდუისტთა ღმერთი განარისხა. საფრანგეთში მეფის ბრძანებით ქვა რამდენიმე ნაწილად გაყვეს და ყველაზე მსხვილი ფრაგმენტი ხელახლა დაამუშავეს. მალე მეფემ ეს 68 კარატიანი სამკუთხა პირამიდის თვალი აჩუქა თავისი დიდი ხნის საყვარელს, მარკიზა დე მონტესპანს. მაგრამ ცოტა ხანში მეფის კარზე მისი ამ საყვარელის პოზიციების შესუსტა და ქალმა სასახლე დატოვა. სხვადასხვა ქვა მეფემ თავისთვის დაიტოვა, უკან გამოართვა, რის შემდეგაც 7 თვეში გარდაიცვალა. და აქ იწყება უბედურებები, რომლებიც თავს დაატყდა ყველა ბურბონს. ტახტის მემკვიდრეობის ყველაზე ახლო პრეტენდენტები გარდაიცვალნენ. რაღაც დროის შემდეგ მეფე გახდა 5 წლის ლუი მე-15, რომელიც ცოტა რომ წამოიზარდა, თავიდან ამ ალმასის ძალას უფრთხოდა, მაგრამ მალე ამ ქვით საკუთარი საზეიმო ტანსაცმელი მორთო და დაიწყო 7 წლიანი ომი, რომელიც საფრანგეთისთვის ძალიან ცუდად დასრულდა. ამას მოჰყვა მოსახლეობის იმედგაცრუება საკუთარი მმართველით, მონარქის ავადგახდომა და გარდაცვალება. არანაკლებ ტრაგიკული ბედი ელოდათ გილიოტინა ლუი მე-16-ს და მის მეუღლეს მარია ანტუანეტას. გარდა ამისა, ოდესღაც დედოფალმა რაღაც დროით თქვა თავის მეგობარს პრინცესა ლამბალს მარია ტერეზა სავოიელს ათხოვა. პარიზში არეულობის დროს პრინცესა ლამბალი მთვრალი ადამიანების ჯგუფმა დაიჭირა და თავი მოჰკვეთა. ამ ყველაფრის შემდეგ ქვა სამეფო საგანძურში გარდ მობლში შეინახეს, მაგრამ მალე საფრანგეთის რევოლუციის დროს ის სხვა ძვირფასეულობასთან ერთად მოიპარეს და წლების განმავლობაში ბრილიანტის ბედის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს ფრანგული ტახტის ეს განძი ჰოლანდიელი იუველირის ფალსის ხელში არ აღმოჩნდა. ქვა ჭკუიდან გადაიყვანს მფლობელის შვილს, ის მოპარავს ალმას მამას, უფროს ფალს, რომელიც ამის გამო დარდისგან და იმედგაცრუებისგან კვდება. მისი მემკვიდრე კი თავს მოიკლავს, ვერ გადაიტანს რაიმ სირცხვილს და მამის სიკვდილზე პასუხისმგებლობას. ფალსის შემდეგ ქვა ხდება ინგლისის მონარქის ჯორჯ მე-4-ის საკუთრება და აქაც იწყება მეფის უბედურებები. თვალსა და ხელს შუა ზღაპრული პრინცის იმიჯი, რომელიც მან კარზე შექმნა, ინგრევა. ნიჭიერი, ცოცხალი და ლამაზი მეფე თითქოს ჭკუას კარგავს, იწყებს საშინელ ლოთობას და ძალიან ცუდად იქცევა. და აი ამის შემდეგ ხვდება ქვა ჰოუფის ხელში. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, მესაკუთრეს ის არც კეთილდღეობას და არც მშვიდ ცხოვრებას არ მოუტანს. 1908 წელს ალმას ყიდულობს უცნობი რუსი არისტოკრატი და ჩუქნის თავის საყვარელ ქალს, ფრანკ ბალერინას ლედიუს. შეყვარებულების ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდა. კაცმა ქალზე იეჭვიანა და იარაღით მოკლა. რამდენიმე დღეში კი თავად ეს კაცი მოკლეს ტერორისტებმა. ამ ქვის მეპატრონე იყო აბდულჰამიდ მეორეც, ბოლო თურქის სულთანი, რომელიც ქვის ყიდვიდან ერთ წელიწადში დაამხეს და ცხოვრების ბოლომდე იყო პატიმარი. 1910 წელს ჰოუფი იყო პიერ კარტიეს საკუთრება. მან მიჰყიდა ის ამერიკელი მილიარდერების მაკლინის ოჯახს, ისინი ვაშინგტონ პოსტის მფლობელები იყვნენ. უფრო ზუსტად კი კარტიემ ამ ქვით მორთო ყელსაბამი. ეს ცისფერი ალმასი დაამუშავა, მსხლის ფორმა მისცა და გარშემო 16 უფერო ბრილიანტი ჩაუსვა. ედუარდ მაკლინის ცოლს ეველინს ის იმდენად მოეწონა, რომ ძალიან ყოყმანობდა, მაგრამ მაინც იყიდა. ამ მტკიცე ოჯახის ცხოვრებაც ტრაგიკულად წარიმართა, მათ ჰყავდათ ორი შვილი, ჯერ მანქანა დაარტყამს და მოკლავს მათ მცირეწლოვან შვილს, ბიჭს, რომელიც მთელ დროს დედის საყვარელი ყელსაბამით თამაში ატარებდა. შემდეგ დაიღუპება მათი ქალიშვილიც, ის პერიოდულად იკეთებდა ამ ყელსაბამს. გარდაიცვლება დასაძინებელი ავების ზედოზირებით. უფროსი მაკლინი გაგიჟდება. მისი ცოლი კი ჰოუფს შვილიშვილებს დაუტოვებს ანდერძით, მაგრამ ისინი უფროსი თაობისგან განსხვავებით ქვას მალე მოიშორებენ თავიდან.
ასე მოხვდება ალმასი იუველირის ჰარი უინსტონის ხელში. ეს არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც ქვის ყიდვის შემდეგ გადარჩა. ის ფენდაყელსაბამს გამოფენებზე მიღებულ შემოსავალს კი ქველმოქმედებაზე ხარჯავდა. რაღაც მომენტში უინსტონმა გადაწყვიტა ჰოუფი ეჩუქებინა სმითსონის ინსტიტუტისთვის. შეფუთა ის ჩვეულებრივ სასაჩუქრე ქაღალდში და წერილთან ერთად გაატანა კურიერს. ამ კურიერს უკან რომ ბრუნდებოდა, გზაზე დაეჯახა მანქანა, ხოლო მისი ცოლი სახლში ხანძრის დროს დაიწვა. ეს ორი ადამიანი ამ საბედისწერო ალმასის ბოლო მსხვერპლები არიან. დღეს ჰოუფი ინახება სწორედ იმ სმითსონის ინსტიტუტში, ტყვია გაუნტარ შუშაშია და არსებობს იმედი, რომ ახარავის გააუბედურებს. ისევ ერთ-ერთი ინდური ლეგენდის თანახმად, ბრილიანტები, დერიანური და კოჰინური არა უბრალოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ულამაზესი ძვირფასი ქვებია სამყაროში, არამედ ერთიანი ალმასის ნაწილებია. ინდოელ სულთანს ალაუდდინ ხილჯის ჰყავდა სამი ვაჟი: ხიზრ-ხანი, შიხაბ-უდ-딘 უმარი და კუტბ-უდ-딘 მუბარაკი. მამის სიკვდილის შემდეგ სამივე გახდა ტახტის მემკვიდრე. რომ არ ეჩხუბათ, ძმებმა გადაწყვიტა ეს სამეფო სამ ნაწილად გაეყოთ და გაემგზავრნენ ხანგრძლივ მოგზაურობაში სულთნის მიწებს. ისე მოხდა, რომ მოგზაურობის დროს მთებში საშინელ წვიმაში მოხვდა. ძმებმა თავი შეაფარეს გამოქვაბულს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი გამოქვაბული. შიგნით გრანიტის ქვაზე იდო უზარმაზარი ალმასი, რომელიც მთელ სივრცეს იდუმალი შუქით ანათებდა. ამ სილამაზით გაოგნებულმა ძმებმა დაიწყეს კამათი, ვისი უნდა ყოფილიყო ქვა. კამათობდნენ და ლოცულობდნენ საკუთარ ღმერთებთან. ხისრხანი ევედრებოდა ვიშნუს, უმარი ბრაშმას, სამყაროს სულს, ხოლო მუბარაკი დამანგრეველ ღმერთ შივას. სწორედ შივამ შეისმინა მოკდავის ლოცვა და დაეხმარა მას. ესროლა ალმას მეხი და ის სამ ნაწილად გაიყო. ყველაზე დიდი ფრაგმენტი აიღო ხისრხანმა და დაარქვა მას დერიანური, ანუ სინათლის ზღვა. უმარის საკუთრება გახდა კოჰინური, ანუ სინათლის მთა. მუბარაკს კი ერგო ხინდინუ, ანუ ინდოეთის სინათლე. როდესაც ძმებმა დაიწყეს სამეფოს მართვა, ქვეყანაში დაიწყო ცუდი ამბები, უბედურებები. სულთანის სრუმორწმუნე მემკვიდრეებმა შიმშილი და ეპიდემიები დაუკავშირეს გამოქვაბულის ქვას. მაშინ მუბარაკმა თავისი ალმასი მიჰყიდა სპარსელ შახს. მიღებული ფულით კი შივას სახელზე ააშენა ტაძარი, რომლის შესასრულშიც ღმერთის უზარმაზარი ქანდაკება დადგა. უმარმა და ხისრხანმა ბრძანეს, რომ დერიანური და კოჰინური ქანდაკების თვალებში ჩაესვათ. ამის შემდეგ ინდოელი ხალხის უბედურებები შეწყდა. როდესაც სპარსეთის შაჰი ნადირი თავს დაესხა ინდოეთს, ქვების კვალი დაიკარგა. მაგრამ მოხდა ასეთი რამ. 1791 წელს დერიანური ნახა ბრიტანელმა დიპლომატმა ჰარფორდ ჯონს ბრიჯესმა და ივარაუდა, რომ ეს მკრთალი ვარდისფერი ბრილიანტი იყო ის ქვა, რომელსაც ჯამბატის ტავერნიამ, სწორედ იმან ჰოუფი, ვინც ევროპაში ჩაიტანა, უწოდა დიდი ცხრილი, რადგან ქვა იყო უზარმაზარი მოცულობის და სწორკუთხა. ნადირ შაჰის შემდეგ ბრილიანტი გახდა ზენდების დინასტიის საკუთრება. მასზე ამოტვიფრეს ერთ-ერთი შაჰის მონოგრამა, რომლის მემკვიდრეებიც ხშირად ატარებდნენ ამ ქვას როგორც სამკაულს. ეხლა ეს ალმასი ირანის ცენტრალურ ბანკში, თეირანში ინახება. თუკი დერიანურის ისტორია არ არის მდიდარი რაღაც ბევრი მისტიკური მოვლენით, მისმა ნახევარ-ძმამ კოჰინურმა დიდი ამბები დაატრიალა. ერთხელ ამ ბრილიანტზე ასეც კი ითქვა, ლეგენდა ასეთი, რომ იმისთვის, რომ ქვის ქონას არ მოჰყოლოდა სიცოცხლისთვის საშიში შედეგები, მისი მფლობელი უნდა ყოფილიყო ან ქალი, ან ღმერთი. როდესაც 1526 წელს ინდოეთში შეიჭრა თემურლენგის შთამომავალი სულთანი ბაბური, თავის შვილთან ჰუმაიუნთან ერთად, კოჰინური ეკუთვნოდა რაჯა ბიკერამიც. მისი სიკვდილის შემდეგ და ის ბრძოლის ველზე დაიღუპა, მისმა ქვრივმა ქმრის მთელი განძი. მათ შორის ეს ცნობილი ალმასი, გადასცა მტერს, რომ არ მოეკლათ. დიდ მოგოლთა მმართველები ამ ქვას სამკაულად იყენებდნენ, მაგრამ შემდეგ ამ ქვით მორთეს ფარშავანგის ტახტი, მოგოლთა ოქროს ტახტი, როგორც ეს წერია ჟამბატის ტავერნიეს ჩანაწერებში. კოჰინურის სილამაზე ერთხელ ნამდვილი გადატრიალების მიზეზი გახდა. იყო ასეთი მმართველი ჯაჰანი და ჰყავდა 4 შვილი. უფროს ძალიან უნდოდა მეფობა და ამ ალმასის ხელში ჩაგდება. პრინც ერქვა აურანგზები. ამ პრინცმა მოაწყო გადატრიალება, დაამხო მამამისი და ჩასვა დილეგში 7 წლით, მაგრამ სრულუფლებიან მეფედ თავს ვერ აცხადებდა, რადგან ეშინოდა აჯანყებების. შემდეგ ინდოეთში იჭრება ნადირ შაჰი და ამ ქვის მფლობელი ხდება ის, მაგრამ ბედნიერება ქვამ არც მას მოუტანა.
სულ ღალატი და სიგიჟეს დევდა თან და ბოლოს 1757 წელს მოკლა სალახ ბეიმ, ქურთების წარმომადგენელი. ნადირ-შაჰის შემდეგ ტახტზე მცირე ხნით იყო მისი უმცროსი შვილი და ქვა გადასცა ავღანელ აჰმად აბდალის. სწორედ მან დააფუძნა შემდეგ ავღანური სახელმწიფო და სათავე დაუდო დურანების დინასტიას. 100 წლის შემდეგ კოჰინური კვლავ გამოავლენს თავის ხასიათს, როდესაც აჰმადის ერთ-ერთ შვილიშვილს, ზამან მირზას, არაკეთი მსურველები აწამებენ და დააბრმავებენ, რომ როგორმე გაეგოთ მისგან სად იყო ძვირფასი ქვა. ზამან მირზას ეს ვერაფრით ათქმევინეს და ციხეში რომ მოხვდა, კედელი გამოთხარა და ქვა იქ დამალა. რამდენიმე წელიწადში ალმას შემთხვევით იპოვის ციხის თანამშრომელი და გადასცემს მას ზამან მირზას ძმას, შუჯა ულ მულქს. მალე მასაც დააბრმავებენ და ჩააგდებენ დილეგში. არც ის გასცემს საიდუმლოს, აიღებს ამ ქვას და ოჯახთან ერთად გაიქცევა რაჯა სინგჰთან. რაჯა იგებს კოჰინურის ადგილმდებარეობას და ხდება მისი მფლობელი. როდესაც სიქხი ინგლისელებთან ბრძოლაში დამარცხდება, ქვა ინდოეთის გუბერნატორს სერ ჯონ ლოურენს ჩაუვარდება ხელში. შემდეგ კი 1850 წლის 2 ივლისს აღმოჩნდება ბრიტანეთში. ქვა იმდენად მოეწონება დედოფალ ვიქტორიას, რომ თავის გვირგვინში ჩასვამს მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყო ქვის ცუდი ზნის შესახებ. თუმცა როგორც თავში ვთქვით, ლეგენდის თანახმად, მისი ტარება შეეძლო მხოლოდ ქალს ან ღმერთს. ეს არის 105 კარატიანი ბრილიანტის ქვა და დღეს ის ბრიტანელი მონარქების გვირგვინს ამშვენებს. თქვენ რა ისტორიებს გაიხსენებდით ძვირფასი ქვების უცნაური ბუნების და ხასიათის შესახებ? მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ნამდვილი ისტორიები და დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის.